კომპანია თელასმა მაღალი ძაბვის ქვესადგური ტაბახმელას სრული რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური თბილისის ცენტრალურ და სწრაფად განვითარებულ რაიონებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ქვესადგური ტაბახმელა ექსპლუატაციაში 1967 წელს შევიდა. შესაბამისად, მისი აღჭურვილობა მოძველებული იყო. სემეკის დავალებით თელასმა 2024-29 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია ჩაატარა. ინვესტიციის მოცულობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტის ფარგლებში ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 80 მეგავატამდე გაიზარდა. აღნიშნული ქვესადგური მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ორთაჭალხესი, სოლოლაკი, ტაბახმელის კვანძია. შესაბამისად, ეს არის ენერგეტიკული პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი წანისის ახალაშენებულ ქვესადგურთან ერთად. ყველაფერი აბსოლუტურად თანამედროვეა. სიმძლავრე ამ ქვესადგურის გახდა 80 მეგავატი, ორივე მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი შეცვლილია. ეს პროექტი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, ვინაიდან ტაბახმელა და მიმდებარე დასახლებები ძალიან ინტენსიურად ვითარდება. შესაბამისად, ელექტროენერგიაზე იყო გაზრდილი მოთხოვნა და ერთის მხრივ როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას და მოთხოვნას უპასუხებს, ასევე მომავალში გაზრდილ მოთხოვნასაც უპასუხებს შესაბამისი სიმძლავრეებით.